ჩემი პირველი ავარია მინდა მოგიყვეთ. ძალიან მაგარ დროს ამოვედი, პოლიცია მოვიდა, აქ ამბავი ატყდება. კიშკა, საჭმელი, სასმელი მოიმარაგეთ, იმიტომ დიდი ვიდეო იქნება, ბევრი მაქვს ალაპარაკო და მზად იყავით, მოკლედ და არ გაიკვირვოთ რა. პირველი ავარია მუსტანგით. არც თუ ისე დიდი ხნის წინ მომივიდა და ეხლა ვიზუალურად წინიდან თქვენ დიდად ვერ მიხვდებით, რომ რაიმე ავარია აქ მოსული ან რამე, მაგრამ მოვიდა. მოდი ეგ ბოლოსთვის. მანამდე ვიდეოს განმავლობაში რაზე უნდა ვისაუბრო? პირველ რიგში იმაზე, რომ რა თქმა უნდა ავარია მომივიდა. მეორე რიგში გასაოცარი არ უნდა იყოს, მაგრამ კიდე პოლიციის თემაზე, ანუ მე რამდენად ხდება ეს არ ვიცი, მაგრამ ცოტა სხვანაირი პოლიციის თემაა ეს უკვე, ანუ ჯერ რო არ გადამხდენია ისეთი რაღაცაა და რა სახალისოა, მაგასაც მოგიყვებით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რა გაუკეთე ამ მანქანას, იმიტომ რომ რა ვიცი ხალხო, რა არ გაუკეთე. მეოთხე ამბავი იქნება ამ მაისურის თემა. ბატონ გიორგი ტეფნაძეს მადლობა ამ მაისურისთვის. ეს მაისური აღნიშნავს, რომ ყოველ დღე როგორ ველოდები ამ მანქანისთვის ახალ ნაწილს და როგორ ვერ ვამთავრებ მანქანის ნაწილების პოვნას. ყველაზე სასაცილო, აი ვაფშე რო წარმოუდგენელია ისეთ თემაზე მინდა ლაპარაკი, ქარმითი ხაშურში, ხალხო, ხაშურის მუნიციპალიტეტში შევიკრიბეთ ავტომობილები და ჩემი პირველი დრიფტიც მინდა გაჩვენოთ ამ მანქანით. ნუ სხვა მანქანით ვაფშე ცხოვრებაში დრიფტი არ მიცდია და პირდაპირ გეტყვით, ყოველთვის გოიმობა მეგონა და ვფიქრობდი, რომ აი მანქანას რა ტყუილა დაფუჭებ, მაგრამ ცოტა დაუბუღანე, ცოტა დამევასახო, იცი და ეგ არის ყველაზე ცუდი მომენტი რა, ჰიპოკრატული მომენტი, რომ რაღაცა რომ ვითომ არ გევასება და მე უეცრად რომ მაგრა გაგისწორდება რა. არ მინდოდა რომ ესე მომხდარიყო, მაგრამ მომივიდა. პირველ რიგში დავიწყოთ ისევ და ისევ მანქანის ნაწილებით. ისევ ბრანჭები, რადვე ბრანჭები არ ვიცი, მაგრამ ისევ მანქანის გასაკეთებლად მივდივარ გიორგასთან ერთად. მარტო ამ კვირაში ამ მანქანაზე დავხარჯე დაახლოებით 2000 ლარი. ხო, აი ამ ვიდეოს ეხა შენ რო უყურებ 2000 ლარი კიდე დავახარჯე ამის ნაწილებს. ზოგი ცოტა კოსმეტიკურია, ზოგი გემოვნების საკითხია, ზოგი საჭიროების საკითხია და ასე შემდეგ. მიუყვებით მაგას, არ ნერვიულოთ. ჩემი ავტომობილი იდგა ცოტა მოგრეცილად რა, ესე რო ვთქვათ. წინა ორი ბორბალი ქონდა ესე გადახრილი. რაღაც ესე იდგა რა, თითქოს გეპრანჭებოდა. ბიჭო, ეს უფრო გადახრილია მგონი. ადრე არა და პირიქით იყო. თავიდან ვიფიქრე, რომ ეს არის ჩვეულებრივად ქარხნული ამბავი რა, იმიტომ ზოგადად გადახრის კუთხე აქ ამ მანქანას რომ წამდაუწუმ არ გასრიალოს. ისაც კარგად გასრიალებს და უარესად რო არ გასრიალოს. მაგრამ არ იყო ესე. სრულიად სხვა რაღაცასთან მქონდა საქმე. რეალურად წინა ორივე ამორტიზატორი ყოფილა გასხმული. ეს უკვე არის მესამე ვიდეო, რომელშიც ჩემი მანქანა კეთდება და ვერ გაგეთით. ეს ამორტიზატორებში ჩავა ორივე წინა მხარეს და იმედია გასვლა. რა გავაკეთო ეხლა? ერთხელ უკვე შეუცვალე ამორტიზატორი და ეგ ვიდეოშიც ნათქვამი მაქვს, მაგრამ ის ამორტიზატორიც მეორადიც რომელიც ვიყიდე, უკვე მოცვეთილი იყო, ასე რომ ვთქვა და შესაბამისად მაინც ბოლომდე ვერ გაასწორა ბორბლების დგომა. რავი, მომიწია ბევრი სიარული, აქედიქით ვირბინე და ავი კიდე სახელოსნოში მივიყვანე სხვებთან და მაინტერესებდა რას მეტყოდნენ. სიმართლე გითხრათ, ველოდი რომ კიდე რაღაც პროფესორობის მოსმენა მომიწევდა რა, იმიტომ რომ რავი, თბილისში მყავდა, ხაშურში მყავდა, ყველგან მყავდა რა და ვერავინ ვერ მითხრა კონკრეტული რომ აი ეს ჭირს. ანუ ყველამ სხვადასხვა თეორია თქვა. იქიდან გამომდინარე რომ ცოტა რთული იყო თითის დადება. ეხლა სავალი ნაწილი მანქანის საკმაოდ ბევრი კომპონენტისგან შედგება და ზოგან ისიც კი მოვისმინე რომ ქვემო ჩარჩო არის დაღუნული მანქანის და მანდედან გამომდინარე შეიძლება გაჭიმვა დაჭირდესო და ბიჭო. რა გამოუშტერდი, იმიტომ რომ ფიზიკურად შეუძლებელია მანქანა ჩამოვიდა დაურტყმელი, ანუ არაფერზე ამხტარი არ იყო, ქვემოდან, რავი, საღი იყო, დისკიც კი არ იყო დაღუნული და როგორ შეიძლება ჩარჩო დაღუნულიყო, ხო? რაღაც წარმოუდგენელი იყო. სწორედაც რომ წარმოუდგენელი იყო. მივიყვანე ხაშურში, მივიყვანე სხვათა შორის ნიუ მოტორში, უფასო რეკლამა ჩემგან, მაგრამ
თუ მე წამეხმარებით რამეში მადლობას გეტყვით. მოკლედ მივიყვანე ხაშურში ნიუ მოტორში და ბიჭებმა მითხრეს იქ რომ ზუსტად ესეთი მანქანა იყო მოსულიო და ორივე წინა ამორტიზატორი გასხმული იყო რა. არ ეტყობოდა, მაგრამ იყო გასხმულიო და მაგის გამო იდგა ესეო. შენც იყიდე ახალიო, დავაყენოთო და უეჭველი გასწორდებაო. გულსფელად გეტყვით რა, არ მინდა ეხა მიდებ მოდება, მეგონა რომ აბსურდი იყო. მართლა. რომ აი რა ამორტიზატორი ხო გამოვცვალე ერთხელ, ეხლა კიდე მეორეჯერ გამოვცვალო და კიდე ვიბოდიალო, აი რა. მაინც დავთანხმდი, აი ჯანდაბას რაც არის ეგ არის და თუ არ ივარგებს მეთქი, ვეტყვი რომ არ იმუშავა მეთქი, ძმაო და დამიყენე ჩემი ძველი თქო. 400 ლარი დამიჯდა სხვათა შორის ამორტიზატორები, რაც არ არის ძვირი რა, არ არის ძვირი, მართლა არ არის. 4-5 დღეში ჩამომივიდა ეს ნაწილები. სიმართლეს გეუბნევით, საერთოდ არ ველოდი რომ შედეგი მექნებოდა. მე და ბატონი გიორგი წავედით, ცოტა ვიღლაბუცეთ კიდევაც, როგორც ყოველთვის. ჯანზე არია? ჯანზე არის. საბოლოოდ დავაყენეთ ეს ნაწილები, მანქანა დაჯდა ძირს და ვხედავ რომ ბორბლები მართლა გასწორებულია. შეხედვით გასწორდა და მე ვნახოთ. გავხედე გიოს, გამოვხედე ჩემ თავს, გავხედე მანქანას, ჩავიხარ კი არა და მექანიკ. ის ეხმა. დავიბენი, არ ველოდი, მაგრამ ერთი ამბავი მოგვარდა უკვე. მოვედები და დაგერჩევა მას. მოდი. აქეთ აიღე. მოდი. მოდი. გასწორე და მოდი. მოდი. აქეთ აიღე. აქეთ. მოდი. პირდაპირ წამო. ეხა თუ გინდა გაზი გათხარე და ისე შემოდი. არი მძღოლი ვარ, აი, ვიცი გაბარიტები რა. მეგობრებო, კიდევ ერთხელ შეგახსენეთ, რომ შვილით 212. ეგ ნაწილი ოკეია, გასაგებია, მოგვარებულია, კარგია. პროსტა ერთი რაღაცა არის რა, ის კარგად იცით რომ მუსტანგი ბავშვობის ოცნება იყო. ბავშვობის ოცნება ეხა 2 და 3 ეკობუსტი ფიზიკურად ვერ იქნებოდა, ხო? ვერ იქნებოდა. იმიტომ რომ მე ცოტა ხმაურიანი მანქანა მიყვარს რა, არ მიყვარს რაღაც ზედმეტად ხმაურიანი, აი ტვინს რო გიბურღავს, მაგრამ მიყვარს გემოვნებიანი ხმა რო აქვს მანქანას რა და თლად მტვერსასრუტის ხმა არ აქვს. ტურბინის ხმა კარგი ქონდა. ხმას ვერ ამოვიღებ, მართლა კარგი ქონდა, მაგრამ ის რაღაც სიბოხბოხე აკლდა, რომელიც მუსტანგისია რა. ანუ, კაი რა, ბიჭო, ესეთი სახე გაქვს და მოდი ხარ ეგეთი ხმები ის. არ ვარ არანაირად. გამოსავალი რა იყო? რეზონატორის ამოღება და კატალიზატორების ამოღება. ბევრი ვიფიქრე, მართლა ბევრი ვიფიქრე, მაგრამ ბოლოს შემეშინდა. იმის შემეშინდა, რომ თუ ძალიან ხმამაღალი იქნებოდა მანქანა, დიდი ალბათობით ეს ჩემი მანქანა ესე იქნებოდა. ანუ ხო, აღარ იქნებოდა. ჩემთან პოლიცია აძია, მოვიდო და წაიყვანდა. არ ვიცი, ძმაო, რა იყვალი მაქვს, მაგრამ გიორგა. ეხა უკვე გიორგა მომტაცეს. რა ხდება, ბიჭო, რა დავაშავე? თუმცა ეს ბოლო პერიოდი მართლა ძალიან ხშირად უგვაჩერებენ. რაღაც დაშავებული ხო არა ვახნე და არ ვიცი. არანოია, მაგრამ აგაკონია შემოდის. ჩაგაბერინეს მა. ნასვა მიხარ. ცუდი. იმიტომ რომ მე ხშირად თბილისში მგზავრობა მიწევს და ასე შემდეგ. შესაბამისად მაგას ვერ გაურისკავდი. მაგრამ ამავდროულად აი რაღაცა მღრნიდა შიგნიდან რა, აი რო გეხვეწება, რო აუეჭველი უნდა გავაკეთოდეს ამის გარეშე, აი ვერ ვიცხოვრები, აი ეგეთი ემოცია მქონდა. ხოლო ვიპოვე ერთი გამოსავალი. Top Speed-ში, რომელიც ჩემი სპონსორი არ არის და ცუდია რო არ არის, ფლიანიცები მაინც მაჩუქეთ. Top Speed-ში მივედი რა, ჯერ პირველ რიგში ინტერნეტით დავათვალიერე და სხვათა შორის გიოსთან მქონდა ეგ დიალოგიც. ვაფშე გიო თუ არ გახსოვთ რომელია, აი ეს არის. ხო, აი ამ სიცილით დაგამახსოვდებათ. გიო შევეკითხე რა ვარიანტები მქონდა რა. ერთი იყო რომ თავი გაანებე ყველაფერს, მეორე იყო რომ კატალიზატორები და რეზონატორი მომეხსნა და მესამე გზა იყო საკმაოდ ძვირიანი გზა. დროსელი დააყენე ელექტრო. აი ყველაფერს გეფიცებით დაახლოებით 2 თვე რაც ეს მანქანა მყავს ყოყმანობ რა, ანუ ფიქრობ რომ
ბიჭო, გავაკეთო, არ გავაკეთო, იმიტომ რომ 600 ლარი მიჯდება ამის გაკეთება მეთქი რა. ბიჭო, თუ დატოვებას ვაპირებ, ცოტა ვიკაიფოთ ხო და თუ გაყიდვა მინდა თქო, მაშინ რატო უნდა გავაკეთო და აი ვერ ჩამოვყალიბდი ბოლომდე, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ფული ჩამივარდა ხელში და გავექანე ეგრევე top speed-ში. Top speed-ში ქონდა ზუსტად ის დროსელი, რომელიც მე მჭირდებოდა, კაკრას 600 ლარი დამიჯდა ამის დაყენება და ყიდვა დაყენებიანად და სხვათა შორის მაგ პულზე. ანუ ეგეც საკმაოდ რავი პრაქტიკულია რა და ჭერ კეტავ ეგრევე კაი არ არის ცუდი ხმა რომ მოგასმენინოთ. აბა როგორი ხმა ექნება გვირაბში აი ეხლა გავარკვევ. აუ რა კარგად გააკეთეს ეს, რა კარგია ძლივს. აღარ შემეშინდება მაგის რომ ვარტყავ მეთქი. აი ხმა ძალიან გავიღვიძე ბედნიერმა წავედი ეგრევე თიფლისში. თბილისში დავგაზე რომ მეყიდა ეს დროსელი. და ყველაზე სასაცილო რაღაც მოხდა რა. აი იმდენად სასაცილო რომ აი ამ მანქანას ვაფშე ყველაფერი ვაგინებ. მგონი კამერა ვარდება? თბილისში როცა მივდიოდი, შუა გზაში მანქანა გაჩერდა. limp mode-ში გადავიდა. limp mode ვინც არიცით, არის რეჟიმი, როდესაც ავტომობილი თავს იცავს და ნუ არ გაძლევს უფლებას რომ მისი ძალა გამოიყენო რა. ანუ ფაქტობრივად დროსელს გითიშავს რა, ელექტრონულად გიკეტავს რომ რავი აღარ მაგაზაო, თავი გამანებეო, რაღაცა ვერ ვარ ხოძეო, პირდაპირ მნიშვნელობით ამას გეუბნეო მანქანამ. შემეშინდა, მაგრა შემეშინდა, გადავედი ეგრევე ცახცახი დაიწყო მანქანა, მეთქი შენი იმიტომ რომ დავიღალე, მეთქი ძრავი გამოგიცვალე, ყველაფერი ზეთისა უკეთესო ჩავასხი, რა გინდა, რას თხო, მეტი, რა გავაკეთო, მითხარი, გავაკეთე მეთქი. არაფერი არ მინდაო და მეორე დღეს უკვე ფუჭდება. ჩავაქრე მანქანა, ურეკავ გიოს. გიორგი, აღარ შემილია, აღარ მინდა, რაღაც ჭკუაზე არა ვარ. მე დავაჭირე და ქოქოს დაიქოქა ვითომც არაფერი. ჩემი რეაქცია ამ დროს. ხადაო? კომპიუტერი ყოველთვის შეერთებული მაქვს, ეგრე დავდივარ ზოგადად, იმიტომ რომ ეს პატარა ობიდე არის საკმაოდ პრაქტიკული რაღაცა რა, ეგრევე გზაშივე ხედავ, რა ხდება, რა ჭირს შენ მანქანას, რა აწუხებს, რა კოდი ამოგიგდო, ყველაფერს გიჩვენებს. ეგრევე თავ მოძრაობ და ნახე, ამომიგდო კოდი P0032. თუ სწორად მახსოვს ეგ კოდი იყო. ნუ რა აზრი აქვს, რა ციფრები იყო. მთავარი დედა აზრი რა იყო ამ ციფრებში. დროსელი გაქვს დაზიანებულია. უსამართლობას ხედა. პატარა ცოტა შვილი გავიჩნდე. დროსელი საყიდლად მივდივარ, გაფუჭებული დროსელით. რანაირად? არ ვერ წარმოვიდგენდი რომ ეგეთი რაღაცა შეიძლება მოხდარა. დროსელი გამიფუჭდა, როცა მივდიოდი დროსელის საყიდლად. საცუდავად მივგორდი. ვაფშე ყველაფერი იყო რა, რაც კი შეიძლებოდა რომ გდომოდა ადამიანს რა. პირდაღებული ვიყავ, ყველაფრის წამოღება მინდოდა. მაგრამ რა თქმა უნდა, ჩემი ელექტროდროსელი წამოვიღე და დავიწყე ამ დროსელის დაყენება. სურამშიც საცუდავად ჩამოვგორდი მართლა, აი რა ვიცი, აი როგორ ჩამოვბობღდი არ მახსოვს. ყოველ წამს მეშინოდა რომ მეთქი კიდე დროსელმა არ გაჭედოს, არ გაჭედოს მეთქი, მაგრამ მიჭედავდა. დავაყენეთ დროსელი რა, მოკლედ რო ვთქვათ რა, ცოტა შრომა კი დაჭირდა, ეხა მარტივი საქმე არ იყო, გადაჭრა, გადმოჭრა, გადადუღება, გადმოდუღება, ბლა ბლა ბლა. თან ცოტა ისე დავაყენოთ რომ შედარებით დამალული ყოფილიყო ეხა, იმიტომ რომ რავი, მესამე ხვრელი არ მინდა რომ ჩემ მანქანას უჩანდეს, ცუდად ჟღერს ეგ. საერთოდ დროსელის გარეშე რომ გავტესტე, აი რავი, მეთქი დროსელი ვაფშე არაფერში მჭირდება თქო, აი ეს ხმა დავტოვო თქო. რა თქმა უნდა ეგრე ვერ იქნებოდა, შესაბამისად დროსელი დავაყენე. პრაქტიკულია რა რეალურად, იმიტომ რომ საღამოობით რო არ გინდა რომ მეზობლები შეაწუხო, რავი, ხალხი შეაწუხო, ჩაკეტავ რა ჩვეულებრივად და ტვინს არავის არ მოუ რაც არის კარგი რა, ძალიან კარგია. მე რეკომენდაციას ვაძლევ პირადად დროსელის დაყენებას თქვენ ავტომობილზე. თუ ფიქა ეხა ბარგალკით გადაჭრას, ჯობია რა, ეხა თუ მაინც სიყვარული გაქვთ მანქანის და სურვილი გაქვთ რომ ხმა კონდეს კარგი, მაგ შემთხვევაში რავი დააყენეთ რა და თქვენს გაისწორებთ თქვენსას გემრიელი ხმაც ექნება და როცა მოგბეზდებათ ჩაკეტავ კიდევაც. ეხა ვიცი რომ არ მოგბეზდებათ, იმიტომ რომ მეც ამ ბეზდება. საბსკი, ჩემი ადმინი გაეძროტო. ხაშურა, აი იმაზე მერე ვიბაზროთ. კაი, მოკლედ. ეს დროსელი დავაყენე, მაგრამ ჩემი დროსელი მომსპარია. მე და გიორგა ავდექით.
ხსნარები, წვინდე, დავიტანჯეთ ყველაფერი უქენით, თავიდან დავაყენეთ და რა ვიცი, არ იმუშავა. ანუ მაინც თითქოს 1-2 წუთი გაიშვა, ანუ 1-2 გასეინება გაიშვა უფრო სწორად. რის შემდეგაც ისევ ჩაიკეტა. ბიჭო, რა გინდა შემეშვი მეთქი ვეღარ გავე. ნუ მწერ ბიჭო. დაურეკე ეგრევე მუსტანგებს ვინ ჩლის, იმიტომ რომ იმისგან რა ვიცი, აი, ვაფშე ახალი მანქანა მყავს აწყობი. ეს არ არის 2015-იანი ხალხო. ხო, ანუ მანქანა მართლა თავიდან ავაწყე. რისთვის ვიყიდე ეს მანქანა, არ ვიცი, უნდა მეყიდა პროსტა ტანი. გარედან რომ დაედოს მუსტანგის ვიზუალი და დალში ყველაფერი ჩემით აწყობილია და რაღა აზრი ქონდა რამეს. არა, ეს ბედნიერი ის კაცი, ვისაც ეს მანქანა შეხვდება ჩემს მერე, იმიტომ რომ ყველაფერი ახალია. ვაფშე. მინიმუმ 19 წლიანია. და პლუს ახალი დეტალებიც უყენია. დაურეკე, თხოვე რომ მეთქი გეხვეწები გამომიგზავნე, აღარ შემილია რაღაცა. გამომიგზავნა. ეგრევე დავაყენ, ღამის 4 საათზე დავაყენეთ ხალხო. აი, ყველაფერს ფიცავარ. გიორგა ხო ვაწამე, ჩემი თავის ხო ვაწამე. ამ მანქანამ ხო ვაფშე ყველა გვაწამა და აი ნერვები ვაფშე როგორ შევინარჩუნე რამისთვის არ წარმომიდგენია. დავაყენეთ ეს ელექტროდროსელი, ოღონდ უკვე ძრავის, გინდა იჯეთ, გინდა არა. ეგრევე დავქოქე თუ არა, აბაროტები აწია 6000-მდე. ბიჭო, გავაჩერე 2 წუთი და ჩავახრე ეგრევე. მეთქი ბიჭო, არ უნდა აქნას ესე თქო რა. მოვძებნეთ, წავიკითხეთ ეგეთი რაღაცა, რომ კალიბრაცია ჭირდება რა, თავისი დაიკალიბრირებს თავს რა. დროთა განმავლობაში იდეაში. ამიტომაც რაღაცა მეთოდები არსებობს, სტარტს უნდა დააჭირო, ფეხი დაადგა, აუშვა პერიჭი და დროთა განმავლობაში თავისი დისწავლისო. ველოდე ბიჭო, არ ხნა. გიორგი, გეხვეწები ძველი ჩავაყენოთ, აღარ შემიძლია. ჩავაყენეთ ძველი. სურამიდან გომში წავიყვანე გიორგი და მაგ დროსაც პატრულმა გაგვაჩერა. ეგ სუდამ ავიწყდა. ეგენი ჯიგარი პატრულები იყვნენ, ეხლა წარმოიდგინეთ როგორი სიტუაციაა, რომ ორი ახალგაზრდა ბიჭი შავი მუსტანგით დაბოდიალობს ღამეა და ღამის ღამე დაბოდიალობს რა, ანუ 4 საათზე გარეთ რო დამენახა, მეც გავაჩერებდი რა, ჩვეულებრივად. თან სახე როგორი ქონდა იცი? ნახევრად გვეძინა რა, ჩამაბერინეს, გამომიშვეს, კაიო, ფრიზელი ხარო, კარგად იყავიო, წადი სახში დაიძინო. კარგით ვეთქი. ჩამოვსვიგიო, წამოვედი სახში, მეორე დღეს მივიყვანეთ ელექტრიკთან და ელექტრიკი რას გვეუბნება? ბიჭო, ეს დროსელიო, რომელიც გიყენიაო, დაზიანებულია. კაი, ჩემი დედას ფიცა ვარ. ეგ ვიცოდით, რა თქმა უნდა, ვიცოდით. და ამ დროსელს ხონია 2 სენსორი. A და B სენსორი. შენსაც აქვს A სენსორი დაზიანებულიო. კაი, დავშალეთ ეგრევე, გამოვაძრეთ, შევარჭეთ მეორე დროსელი, გიორგი უკვე დასპეცებული იყო, იმდენჯერ გამოცვალა. ჩავაყენეთ მეორე დროსელი, დავქოქე, უყურებს. ამასო B სენსორი ახო გაფუჭებულიო. აი მე, აღარ შემიძლია მეთქი, აღარაფერი აღარ მინდა. შემეშვით. რა გინდა ბიჭო? ამ ხელაკაცი ხარა იუთუბერობა მომინდომელი. თქვა საბამ და ვიდეოები წაშლილი გაქვს შენ ხო ვერ ჩავსო. ისევ დაურეკე დამშლეს, კიდევ თქო გეხვეწები გამომიგზავნე, არ არის ეს არც ეს არ მუშაობს. გამომიგზავნა და დავაყენე და იმუშავა. ჭირი იქა, ხატო აქა, ფქვილი იქა, მოიცა პირიქით. მანდ დავამთავრე უკვე მექანიკური ნაწილები. და დამჩა გასაკეთებელი. ნუ ესენი რო გავაკეთე, ეგ გონი იცით უკვე Bluetooth-ების გაკეთება მინდა, მაგას ვფიქრობ. და რავი, დანარჩენი ერთი ფარებზე შუქები მინდა. ალბათ მაგაზე კიდე ცალკე ვიდეო იქნება, იმიტომ რომ ეგ უკვე ხო ხდებით რა, ეგეთი ნაწილები არ არის არსებითად მნიშვნელოვანი მანქანისთვის რა, ეგ არის გემოვნების თემა რა, ვისაც უნდა გააკეთე რა. შესაბამისად, ალბათ მაგაზე კიდე ცალკე ეპიზოდი იქნება. მოკლედ ამ მანქანას გადავყევით. თუ აქამდე მოვაღწიე შენ საღურძმაო, პირი გამიშრა, ვიდეო დაალაიქე, არხი გამოიწერე, ძმაკაცები მომითაგიან, გაუგზავნე ჩემი ვიდეო და რა გინდა ბიჭო, შენ რაღა გინდა? სად გდიხარ? სად ვარ და ვიდეოს ვიღებ. რაზე იღებ ვიდეოს? მანქანაზე რაზე გადავიღებ? ხო და სად ახარ? სურამში. მოვეთრე. იდეაში მე უნდა ჩამოვიდე ახლა ხაშურში უკვე.
მოეთერი სად მოხონ? სკოლასთან. მიდი, რამდენი ხანში მოხონ? რა 15 წუთი მაქსიმუმ. მიდი. საღურის მაო შენ თუ აქამდე მოაღწიე კიდე ერთხელ ვიმეორებ თიც რო გავატკაცუნებ შენთან რეკლამა იქნება რა თუ რეკლამა იყო კომენტარებში დამიწერო კი იყო რეკლამაო მოკლედ წავედი ახლა და დანარჩენი უკვე ავარიის და დრიფტის თემა დავიწყოთ მომდევნო კადრიდან რეკლამა აუ მაგრად მევასება მუსტანგი რა ძალიან წერს კი მანქანა ხო ეგრე ანზორ ეს მუსტანგი გადაკეთდა ბიჭო სტურას რა თუნდა შულა როგორ აი ხო მაგარი მანქანაა, მაგრამ მუსტანგის გარდა რავი, ყველაფერია. ფარებიც ბიჭო, ფარებიც ვერ გაუკეთეს ის რაც კაი ბიჭო. არა ძმა, ვაფშე როგორ ამოვდიო. მაგიტო მაგ თავგროსხვევები ესე იგი. დედა მოკრუგე, ზემოთ კიდე მოკრუგო, იმეჩი. აუ აქ რამდენჯერ მაკაჩავის, იცით? არც მე დავაკეთე, არა უშავს. ვახ, ხო აი აქ ვარ ტყავდი ხოლმე თავს ყოველთვის. ჩემი ძველი სკოლა, ჩემი კაი. ჩემ კლასში დაშე. ეს იყო ჩემი ძველი კლასი, ბიჭო. დედა. აუ რა მაგარია. ვაიმე აქ ამბები იყო. ვაფშე რა შუაში არა ვიდეოს. ეს არის ფოტოშოპის გიგოს კლასი. ტეფნასი. იყო ყოველ შემთხვევაში ახლა რა ვიცი, აქ იყო ტუალეტი. კი, აშკარად. აქ იყო კომპიუტერების ლაბორატორია, კი ბატონო, მაგრამ ეხლა შეცვლილია რადიკალურ ვახჩე. და აქედან უყურებთ ხოლმე ხაშურს აქ. ვიდექი, მაგარი მასტიმულო თქო, რაღაცა ვაფშე. 9 წლის 19 კლასში. ვაკედან ჩავარდნის მეშინო და ტელეფონი ჩავარდნო და სულ ტელეფონი აღარ ქონდა. აქაც კაი ადგილი იყო, აქედან მთელ ხაშურს ხედავთ. იდეაში უკეთეს ადგილას გადადიან გაცილებით და უფრო მაგარი სკოლა იქნება, სადაც გადადიან, მაგრამ ეს ნოსტალგიურია ჩემთვის რა. დღეს ჩვენ ტესტავთ როგორ დადის ოფროადზე ანზორი და პრიუსი. მოვდებთ ჩემი არ მოვდეთ? არა. ოჩ. გადავჭით. მოკლედ ეხლა ჩვენ ვართ ხაში. ხახაში, ხო? ხაში ვართ. სადაც რავი ჯიპები ძლივს და არ შემოხვიდე, აუ იქიდან ჩემ ფეხებს გადახვალ არაკაცი ვიყო. რა შევი ბიჭო, მარჯვნივ მიდი. ანზორა ნუ მაშინებ კიდე შეშინება მინდა ისე მოლი მაგ. არ მოვდეთ. დიდება უფალს. შო რაღაცა მაგრა დაუღუნეთ. ეს ასე ხდება მანევრი. დაგვერხა აქ ადგილი რავი ბლომად. მოდი. აქეთ გააკანზო, მანდით არ ვიცი. აი, გაასწორე ხა აქეთ? ხო, გას წინ წადი. ეგ არის გავითით. ანზორა დაიძაბა, ნახეთ როგორ წამოვიძე. ამოყო თავი და უყურებს ხა გზას. TikTok-ში თუ მინდა პანიკურ შეტევებს გადავეჩიო ზმაო. აი, ტაქსი, ვისაც გჭირდებათ. ვისაც გული გიფრიალებთ და ვინც სუდად გზნობთ თავს, ურეკავთ ანზორას. ჩავხილა ის მოსწონს. თუ კიდე რამის შეგეშინდეთ, ვერ გავალთ. მოიცა, გადავალ ერთს, გადავიღებ, სად დადიხარ რა, გაჩერე ერთს. აუ, ჩემი. არა, კარგია. მოდი. შეანელე ბიჭო. წამო. წადი, მარცხნივ აიღე ისე. მიდი, კაია. პრიუსი ჯანზეა. გამიჩერე. ოჩა, პრიუსი ჯანზეა. პროსტა შენ ძმობას ვიცავარ ერთი თითი. არა, ერთი თითი შეეტეოდა. აი, ქვეშ. მანქანის ქვეშ არცის. გავსურთით, იგენაცვა, რა ვიცი. მე მაქვს ერთი კითხვა ანზორ შენთან. რა უნდა აქა ტურისტსა? ტურისტსა კი არა, პრიუს რა უნდა აქა? აქ უნდა დადიოდეს აი სუბარო, გიორგა, ფეხით. გიორგი, პაჯერო, ხო, ის GL,
ავი, ბევრი რაღაც, მაგრამ ჩვენ გარდა ყველა უნდა და საჩა მომიყვანე ანზურა გიჟი ხარ. უკან რა სიმღერები გაქვს ჩართული რა, გამორთეთ რა. ამიტომ არ მევასება ხალხო ტაქსში ჯდომა რა. რაღაცა ტარება არის. მოიცადეთ, მიშოვეთ ვიღაცამ ტაქსმა სადღაც გადაუხვია აქ უნდა. თოქში ხაშურის ფან მითაბზე მივდივართ, CLS-ი გაეძრო. წარაბები აქ შეხი. ჩემზე ამბობს. აუ მე მეგონა 1-200 კაცი დახვდებოდა, კაცშვილი არ არის. რა დათო რა ვახო. რა ვეხარ გაიგო. ახლა იქ BMW-ები, აქაც BMW-ები და Mercedes-ი, აქ Mustang-ი მარტო დგას. Mustang-ი, Mercedes-ი და აქვა. მაგრამ ისაპირებთ ამით. კი, გასრო ყვას. რა არისო? ეს შეიძლება ჩემი მანქანა ყოფილიყო, მაგრამ მე ჩემი მანქანა მიყვარს. ძალიან ახლო მოდის და მიდი გთხოვ. არა ბიჭო, უნდა. გეხვეწე. საღადაოდ არ გავხდი თავს. არა, ბიჭო. ეხლა აი ბევრი არის. მომისვინე. მოვიდა ის რაბია. ბიჭო, ცენტრში ჩადი და კრუგები აკეთე პროსტა. ნუ დრიფტის ამბები იდეაში ნახეთ უკვე, რომ გითხრათ, რომ რაიმე გასაოცარი გავაკეთე, ეგ იქნება სრული ტყუილი, იქიდან გამომდინარე, რომ არაფრის გარტყმაში არ ვიყავი. არაფრის გარტყმაში არ ვიყავი. ანუ ელემენტარული ისიც არ ვიცოდი კრუგი როგორ უნდა გადამება. ორჯერ როგორღაც კრუგი გადავაბი, ბედნიერი ვიყავი, მივედი უკან. მეთქი შემოგევლოთ გენაცვალეთ, მე მეტი აღარ მინდა მეთქი, ზედმეტი ვიტრებაჩე. ისაც თავრო მეხულა, წავედი ეხა ჩემ გზაზე. სვენი აქა. ოპა! თვითონ სიტუაცია ძალიან დადებითი იყო რა, ანუ კარგი გარემო შეიქმნა. იქიდან გამომდინარე, რომ მართლა ავტომოყვარულები და ვინც მართლა მანქანები ასე ვთქვათ, უყვარდათ და სიყვარული გააჩნდათ თავიანთი ავტომობილებისთვის, მხოლოდ ისეთი ადამიანები იყვნენ რა, ანუ და სხვათა შორის არ მეგონა, რომ ხაშურის გარშემო, ნუ პრინციპში რატო არ მეგონა, მეტი რა საქმე გვაქვს. ანუ მართლა რა საქმე გვაქვს, მეტი ხაშურში არაფერი გასაკეთებელი არ არის სხვა. რა უნდა აქა ტურისტთა ზუსტად ეგეთი სიტუაცია გვაქვს. რავი, ძალიან მაგარი მომენტები იყო. აი მაგალითად ერთი მომენტი იყო, ცხენით რო შემოვარდა კაცი. მაგაზე ვაფშე აი გავიგუდე, გადაუბჟირდი, ძალიან მაგარი იყო. ერთი მომენტი იყო, პიკაპი შემოვარდა. F150 თუ სწორად მახსოვს და აი ტიპმა ისეთები ჩაატარა, გადავირიე იმენა. უკანა წამყვანი F150 ისეთები იდრიფტავა, პროსტა ამის გადაღება ვერ მოვახერხე. ეგ არის ჩემი დანაშაული. ამის გარდა შუა სრიალის პროცესში შემოდის სატვირთო ავტომობილი, დისტრიბუციის ავტომობილი, რომელსაც ნუ პროდუქცია უნდა მიეტავა მაღაზიაში და ძალიან მაგარი ჯიგარი ხალხი იყვნენ ეგენიც რა, სიგნალებით მოგვესალმე რაღაცა, ეხა გამატარეთო მე იდრიფტავითო. და ეგეც ძალიან კარგი მომენტი იყო და ვეხვეწებოდით, რომ ერთი მოასრიალეო. უნდოდა, დიდი ალბათობით უნდოდა, პროსტა რავი, ამდენი ტვირთი რო გადაყრილიყო სადმე, ეგ არც თუ ისე კარგი არ იქნებოდა მგონი. ბევრი დრიფტი იყო წინა წამყვანი მანქანებითაც, მაგაზეც ვაფშე აი იმენა ცუდად ხვდებოდი წინა წამყვან მანქანებს რას შვებოდნენ და ერთი BMW იყო, ცოტა ჯანზე არ იყო BMW, მაგრამ აი არ დაინდო არაფრის დიდებით, მაინც მოასრიალა ბოლოს. ჩემზე კარგად ყველა მასრიალა მოკლედ. ცხენით რო იყო კაცი შემოსული, იმანაც კი ჩემზე უკეთესად ასრიალა ცხენი. და რა ვქნათ, ეს ცხენი ვერ დრიფტაობს ეგრე ჩემ ხელში, თორე ბლოკირებული ხიდი აქვს და რეალურად მაგისთვისაა გათვლილი, რომ ასრიალო, მაგრამ ძალიან მაგარ დროს ამოვედი, პოლიცია მოვიდა, აქ ამბავი ატყდება, ივაშვილს არა იყვანს ფეხითო. პროსტა ეხა აუ აქ ამბებია. აუ ეხა რო იმანაც მოადრიფტაოს, ვაფშე გავგიჟდები. ზუსტად მაგიტოა ხოლმე, რომ აი მარჯვენა და მარცხენა მხარეს დარტყმულები რო ჩამოდიან ხოლმე საქართველოში, იმიტომ რომ ამერიკელები პირდაპირ ბოძს შემოეხვევიან ხოლმე. ხო და ეგ არ მინდოდა რომ მე მომსულდა, ამიტომ დავაყენე ერთი ადგილი.
ეხლა პოლიციის თემა მინდა მოგიყვეთ კიდევ ერთი, რომელიც საკმაოდ საინტერესო იყო და ბოლოს, რა თქმა უნდა, გეტყვით ავარიის შესახებაც. სხვათა შორის ამ ვიდეოს ჩაწერიდან 2 დღეში ვარ დაბადებული, ანუ თქვენთვის ხვალ ვარ დაბარებული, რომ ავტომობილი დავტოვო მალიართან, რომ შემიღებონ. მაგას გაჩვენებთ ვიზუალურად რა მოვიდა. მანამდე პოლიციის თემა. მოკლედ თბილისიდან მოვდიოდი გამოცდიდან, გადაღლილი, გადამწვარი, აი ეხა როგორ სიცხეშიც ვარ, ისე 5 უარესი სიცხე იყო. და მოვდიოდი სახში რა და გომში გამოვიარე და გომის ხიდებზე რო გადმოვდიოდი, სიმართლეს გეტყვით, თქვენ გაგინდობთ სიმართლეს რა. ხიდზე როცა გადადიხარ, ზოგადად გადასწრება არ შეიძლება. თუ ავტომობილი შენს წინ მდგომი, არ შენ წინ ვინც მიდის, არ დადის ძალიან ნელა. ოღონდ აი იცით როგორ ნელა, აი 30-ზე ქვემოთ უნდა იყოს რა. ბჭო, აი წინ მიდიოდა Volkswagen-ი რა, Jetta თუ Passat-ი, რომელიღაცა იყო სერიფერის და არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ ბჭო, თლად ისე არ მიდის როგორც უნდა წასულიყო რა. აი რაღაცნაირად 40-50-ის გარშემო იქნებოდა. აი მე ისეთი გადაღლილი ვიყავ, ნერხი აუ ეხა სად მაქვს თავი, ხიდი მოდიოდა და უკვე 2 ზოლი რო იწყებოდა მაგ მონაკვეთში. დავიწყესავით გასწრება და აი სანამ ზოლს გადავკვეთავდი, მანამდე ჩავიხედე ზემოთ სარკეში რა. აი რამ გამახსენა იქ სარკე არ ვიცი და უკან ხედავ თეთრ პიკაპს. აუ მადმე გული გამისდა ხალხო, აი არ ვიცი, აი გულგახეთილი ვიყავი, შემოვარდი ეგრევე. ლოცვა დავიწყე, ღმერთო გეხვეწები, ოღონდ ეხლა ამათ არ გამაჩეო, გემუდარები, აუ რა მინდოდა, გავიშარე თავი, აუ ჯარიმა, რაღაცა. ამ ფიქრებში უცბად ხედავ, სამჯერ აინთო უკნინდა შუქი. მეთქი ბიჭო, დამერხავსო, უეჭველი, მინიმუმ 50 ლარიანი მაქვეთქი, მაქსიმუმ გასროკილი ვარ თქო. გავაჩერე მანქანა, დავიწყე თავში რა ხუნი ხელების, მეთქი რა მინდოდა და ამოვიღე საბუთი, მართვის მოწმობა ამოვიღე და მიკავია ესე რა ეგრევე რა, უკვე რო ვიცი რომ გატისკული ვსო, დარხეული მაქვს, არაფერი მეშველება და გამარჯობა მეთქი, გამომართვა საბუთი, ნახა 1 წუთით გადმოდის მანქანიდან. გონი რაღაცა მაგრად მივქარე თქო, აი ეხა უკვე გული იყო ბახ ცუდ დღეში ვიყავი. გადავედი მანქანიდან და შემომხედა და ივანე ბუაძეო, დიახ, საცხოვრობ ივანე. მეთქი სურამში ვცხოვრობ თქო. გასაგებიაო. შენო ის არა ხარო კაცო, მანქანები რო ჩამოხოს. მეთქი თვალები გამივწყინდა, მეთქი თუ რამე უფასო ჩამოგიყვარ მანქანით. ეს ის მანქანა არ არისო კაცო, დასტუკული რო იყო. კი, ეგ არის მე, დასტუკული, ამის კი, ეგ არის მეთქი და გააკეთეო ესე იგი ხო? აი ეგ კითხვა მეზიზღება სიმართლე გითხრათ რა, გააკეთე ხო, როცა მანქანით მოძრავ, ცოტა უცნაური კითხვაა, მაგრამ კი, გავაკეთე ხო, რაღაც პრობლემები ქონდა, გავაკეთე ახლა. ისევ როგორ მიდის ბიზნესიო და რავი, ჩავარდა ამ ახალი კანონის გამო, მეთქი ვაფშე ვეღარ ჩამომყავს თქო და მოდის მეორე ეკიპაჟში. თუ შეიძლება ჩაბერო, როგორ არ შეიძლება კაცო ჩავბერე, არახან ნასვამიო, კი არა ვარ ნასვამი მეთქი. საბარგული გამიხსენიო, გავხსენი, არაფერი არა გაქვს, კაი მიდი თავისუფალი ხარ. მეთქი თქვენ გაიხარეთ ბადლობა, წამოვედი და აი იცით რა მომენტია, აი საგაზაოთ რო გადიხარ რა და აი მანქანას რო აი გადაადუღებ რომ მოსპობ და ლამის რო სიკვდილს თვალებში ჩახედავ, ეგ მომენტი მქონდა რა. მერე რო წყნარად მოძრაობ, 2 ხელი გიგიდია გამართული წელში, ეგრევე მოძრაობდი სურამამდე. ჯიგრები ხართ, მადლობა რომ გამიშვით. იმედია, იმიტომ გამიშვით, რომ არაფერი დამიშავებია და ხო, ეხა ამ ვიდეოს რო ნახავთ, იმედია ჯარიმა არ მომივა. ჯიგარი პოლიციელები შეხვდნენ მოკლედ რა, ანუ ამ ვიდეოში უკვე ჯიგრები შეხვდნენ. ზოგჯერ ძალიან ჯიგრები ხვდებიან, ზოგჯერ ძალიან ცუდები, მაგრამ ეგ ყოველთვის ეგრეა და ყველგან ხდება. ანუ ეგ მარტო საპატრულოში და პოლიციაში არ არის მხოლოდ ეგრე, ეგ ცხოვრებაში ეგრეა. ეხლა რაც შეეხება ავარიას, ბევრი galodinეთ, ბევრი განერვიულეთ, მაგრამ სუტყუილად ნერვიულობთ. კატასტროფული ავარია არ იყო. კატასტროფა არ არის, იმიტომ რომ მანქანა ფეხზეა. ფეხზე არ არის, ბორბლებზეა, მაგრამ ჯანზეა. ჯანზეა. მანქანის ავარიის თემაზე. ეხლა მაგასაც მოგიყვებით. კიდევ ერთხელ თბილისში ვიყავი ჩასული ლექციებზე. ერთი ლექცია მოვიმთავრე და წამოვედი კავკასიის უნივერსიტეტიდან გერმანულ ჰოსპიტალში
და მაგრამ ყველას გადავა ბოლოშია. შემოვედი, პარკინგი ფიზიკურად არ არის, ანუ რეალურად 3 ლოკაციაა მან დაპარკინგება, სადაც შეგიძლია ყველაფერი მოვიარე, არც ერთგან არ იყო. ერთ-ერთ პარკინგზე შევედი, ცოტა ცუდი შესასვლელია, შევედით, 2 მანქანა. ჩემ წინ მიდიოდა Toyota Corolla 15-იანი დაახლოებით თეთრი. მიდიოდა, ბოლოში არ იყო ადგილი. ზადნი ამინთო. ახ ჩემი უკან მოდის მეთქი, დავიწყე მეც გამოსვლა, შემოვტრიალდი და ველოდები იქიდან მანქანები მოდიოდნენ, ველოდები რომ აი ესე როდის გამატარებენ მეთქი და უეცრად მოვსრიალდი. ბიჭო, მეთქი როგორ მოვასრიალე, როცა მოვსრიალება მინდა, მაშინ ვერ ვსრიალებ და როცა არ მინდა, მაშინ ვსრიალებ. რა ლოგიკით, რანაირად თქო. კოროლადან გადმოვიდა კაცი და ხელები უჭირავს ესეთ და ვაიმე, აქო რა გინდოდა? დავიბერი მეთქი, რას ქვია აქ რა მინდოდა? გავხედე, ხედა რომ მირტყმული აქვს ჩემ მანქანას. ეს დარტყმულია თუ ნუ მან საკონფლიქტო და ისეთი არაფერი არ იყო, წყნარად, ცივილურად, შვიდად მოგვარდით, საბედნიეროდ. სადაზღვევ კომპანია ყავდა და მაგ კომპანიამ უთხრა თუ არ გამოიძახე პოლიცია და ბრალდებულობა არ დაიწერაო ამ შემთხვევაშიო, დაზღვევ ვერ ჩაერთვებაო და მოგვიწია მოკლედ პოლიციის ლოდინი. ის პოლიციელები ჯიგრები იყვნენ, ნუ ეხა რავი, რაზე უნდა გვეჭუბონ, რაღაც მოგვივიდა, მოხდა ჯანდაბას. მაგრამ ყველას გადაობა რა ხდება? პირველ რიგში გადაობა ის ხდება, რომ ეს ადამიანი, ვინც დამეტაკა, იყო ექიმი, მე ვარ მომავალი ექიმი, სტუდენტი ექიმი ვარ და მოგვივიდა ავარია ჰოსპიტალში. აი ხო ყველაფერი ხდება, აი ხო ყველაფერი შეიძლება, მაგრამ ეგ რაღაც აბსურდული იყო. გადის ერთი კვირა, მოვდივარ თბილისიდან ისევ სურამში და გზაში ვიღაცა მეგაზავება. ბიჭო, წყნარად მივდივარ, უცბა შეჩერდებასავით, გადავასწრებ, გადავალ, წავალ წინ, ცოტა ხანში ხედავ, რომ ისევ დამეწევა, დამიდგება გვერდით, წავა. ვახ, მეთქი რა ხდება? კიდე ერთი სამჯერ გამეორდა, Corolla იყო თეთრი. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ის კაცი იქნებოდა. ბოლოს მომესალმა, სამჯერ დამისიგნალა წავიდა. მე ვერ მიხდი, მეთქი ვინ მომესალმა, რატო მომესალმა, ვაფშე აღარაფერი აღარ მახსოვს, მერე გავიაზრე. თუ ამ ვიდეოს უყურებ, სიყვარულით მოგითხრა. ძალიან სასაცილო გაცნობა გქონდა ერთმანეთის. და ყველაზე მთავარი, ხო, ყველაზე მთავარი გამოჩა. თავიდან ავირიდებდი ამ ავარიას იმ შემთხვევაში, რომ ცოდნოდა, რომ ლექცია იმ დღეს არ მქონდა, მიცდებოდა. უნივერსიტეტს მოგმართავთ, თქვენი ბრალია, აანაზღაურეთ ზარალი, ჩემის და იმისიც. ხო, და ბოლო თემა, სადაზღვევოს ვეძებ. ავტომობილის დაზღვევა მინდა, იმიტომ რომ მისი სადაზღვევო საკმაოდ კარგი იყო, ანუ უპრობლემოდ ამინაზღაურეს მეც, მასაც, კარგი იყო. კარგი კომპანია იყო, დაჟე შევეხმიანე კიდევაც, შევეკითხე რომ რავი, მინდა დაზღვევა თქო რაღაცა და მოკლედ მაგათ ვესაუბრე. კიდე რამდენიმე კომპანიას ვესაუბრე და ამ კომპანიებმა ერთი იყო TBC, ერთი იყო Aldagi, თუ სწორად მახსოვს ეგ იყო. არა, ზუსტად ხელს ვერ დავადებ, TBC უეჭველი ვიცი. ურეკავ, ვეკითხები რომ, ანუ ავტომობილის დაზღვევის პირობები მაინტერესებს რაღაცა. ყველაფერი ჩაუყევით, ყველაფერი გავშალეთ და ბოლოს რა მანქანა ყავდა? Ford Mustang-ი მეთქი. უიო, არაო, კაცო, ეგო მაგას ვერ ვაზღობ ჩვენო. არ ვიცი, ბატონო ხაზარაძე. კარგით რა. კარგით, დამიზღვით. ცოდოა. ვინმე კაი სადაზღვევო თუ იცით კარგი პირობები, თქვენი აზრებიც დამიწერეთ კომენტარებში, რომელ სადაზღვევოს მირჩევდით. ხოლო თუ აქამდე მოაღწიე, მადლობა პირველ რიგში ამდენი ხანი მიყურებ და ისმენ ჩემ ლაპარაკს. შემდეგ ვიდეოში დიდი ალბათობით ავტომობილი ბოლომდე დასრულებული მეყოლება და უკვე განბაჟებაც მექნება გაკეთებული. ხო, 1 აგვისტოს ჩემი დაბადების დღეა სხვათა შორის. შეგიძლიათ წინასწარ მომილოცოთ, იმიტომ 1 აგვისტოს შეიძლება ვიდეო არ დაიდოს. ან დაიდოს. და რა ვიცი, ერთი იმას გთხოვ, რომ არხიც გამოიწერო, აქ ამოგინათებ ვიდეოებს, ეს ვიდეოც ძალიან კაია, ეს ვიდეოც კარგია და არხის გამოწერა აქვე იქნება.